რომელი ოცნება ამიხდა ამერიკაში. ჯერ ძალიან ახალი ჩამოსული ვართ იმისთვის, რომ ოცნებები ავიხდიდოთ, მაგრამ ერთ-ერთზე აუცილებლად უნდა ვისაუბრო. ახლა ცოტა ჭორაობასავით გამომივა, მაგრამ რო განვაზოგადო, ვიცი რომ ვიღაც უეჭველი გამოხდება და დამიწერს, რომ ჩემი შვილი ძალიან ბედნიერია საქართველოს სკოლებში და მასე რატო საუბრობ და ამიტომ მირჩენია ვისაუბრო მხოლოდ ჩემ შვილზე და მოგიყვათ კონკრეტული ფაქტები, რომელზეც ვერ შემედავებით. მე 7 კლასამდე ჩემი შვილი სწავლობდა საქართველოში. ცოტა სკოლას რა თქმა უნდა არ დავასახელებ, ვინც იცის ისედაც იცის. აქ იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ აქ არ ვჭორაობ, შესაბამისი რეაქციები იქაც მქონდა. სიცოცხლე მქონდა გამწარებული მეც და ჩემ შვილსაც. სკოლაზე სანამ გადავალ, გეტყვით, რომ 7 წელი ჭიდაობდა, 4 წელი სამსახიობოზე დადიოდა, ასევე ჭადრაკი, ცეკვა, სიმღერა, სურვა და არასდროს მის გამო საყვადური არ მიმიღია. პირიქით. ყველგან, სადაც დადიოდა სკოლის გარდა, ვიღებდი ესეთ შეფასებებს, რომ არის პასუხისმგებლიანი, არასდროს ამგვიანებს, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს პირნათლად, არის ნიჭიერი, რაც შეეხება სკოლას. დარეკავდა თუ არა, მისი დამრიგებელი უკვე ვიცოდი, რომ უნდა გაველანძღე, გავეტანებინე წყალს, მართლა გამოვასწარი, თორე არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა ბოლოს ჩემი და სკოლების ურთიერთობა. პირველი პრობლემა იყო ის, რომ ბავშვი ჭიდაობდა 5 წლიდან, აქტიურად და სერიოზულად ეკიდებოდა ამ სპორტს, რადგან სკოლაში იყო მეორე სმენა, დილით, ჯერ დარბოდა 4 კილომეტრს, შემდეგ დარბაზში ვარჯიშობდა. მე მივიდოდი მანქანით, ტანსაცმელს გზაში იცვლიდა და ის ზუსტად წუთებზე სკოლის ზაროლა დარეკილიყო, მივყავდა სკოლაში. და მასწავლებელი ხვდებოდა კართან. ისევ დააგვიანე, ხო? აი ნახავ დემეტრეში რომ გამოსდებს ჩაგაბარებინებ წლის ბოლოს, მე გიშველოს სპორტმა და ჭიდაობა, მე დადექი და იჭიდავე, მე იარე ტყეებში, იმდელად შეძულდა და დაშინდა, გზაში მეხვეწებოდა ხოლმე, იჩქარა წამოყვანა, თორე დამიწყებს ახლა ლანძღვას და ამაყუდებს კლასის წინაშე. ანუ მასწავლებელი არ ითვალისწინებდა იმას, რომ ბავშვი დილით კი არ ჩაძინებია, ან ბიჟაზე კი არ იდგა, ან თამაში კი არ შეყვა. ვარჯიშობდა სპორტზე სერიოზულად და ამის გამო 2 ან 3 წუთი მე თვითონ მივყავდა და ზუსტად ვიცი, მაქსიმუმ 5, მეტი არასდროს დაუგვიანია, როცა მასწავლებელს ალბათ ჯერ სიის გამოკითხვაც კი არ ქონდა დასრულებული, მაგრამ აუცილებლად რო შევიდოდა კარში, ბავშვები ესე უნდა დახვედროდა. და თუ ეს დემეტრე დააგვიანებდა 2-3 წუთს, მის პატივმოყვარეობას ჩრდილქვეშ აყენებდა. შემდეგი პრობლემა იყო, ჩემმა შვილმა ფიზიკის გაკვეთაზე გაბერა ერთჯერადი ხელთათმანი, რის გამოც გამოიყვანა დერეფანში დასვენებაზე სხვა ბავშვებთან, მასწავლებლებთან და მთელს ქვეყანასთან ერთად დააყენა 13 წლის ფიჭი, ლანძღა, სად იზრდები, შენ რა გინდა სკოლაში, შენ იმაზე უარესი ხარ, ეს შედარებები კიდე ცალკე პრობლემა. ეპითეტებს აღარ გავიმეორებ, როგორ შეამკო 13 წლის თინეიჯერი, თავმოყარე ბიჭი. და მეორე დილით მივიდა სკოლაში, ბავშვებმა ყველამ ერთად გააპროტესტა არ შემოხვიდა კლასში, იმიტომ რომ ასე გითხრა მასწავლებელმაო. მე ერთ-ერთთან რაღაც სამის გამო შელაპარაკება მოვიდა, ხელითაც კი შეეხნენ ერთმანეთს და მოვიდა ესეთი კოპით სახლში, ალბათ ის ბავშვიც როგორ მივიდა, არ ვიცი, არც მიკითხავს რომელი ბავშვი იყო და არც დავინტერესებულა დიდად, აქცენტი მაქვს იმაზე, რომ პედაგოგმა ასე მოაგვარა პრობლემა. შემდეგი პრობლემა ის იყო, ჩემი შვილი წლების განმავლობაში სვამდა კონკრეტულ მედიკამენტს, რომელიც აუცილებლად უნდა დაელია დილის და საღამოს ზუსტად 9 საათზე. და დამრიგებელი მირეკავს ზუსტად ამ ტონით და სიტყვებით. ვაიმე, მანანა ამ ბავშვმა ეს წამალი აუცილებლად სკოლაში უნდა სვას, აღარ შეგვიძლია, კაცო, ამოარიჩხინებს, ჩაარიჩხინებს. დამრიგებელი, რომელიც უნდა იყოს თავისი ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების სადარაჯოზე. იმას კი არ მეკითხება, რა წამალს სვამს და რატო. რიჩხინმა შეაწუხა. მოგეთ ამ ყველაფრის გამო შეზიზღებული ქონდა საერთოდ სკოლის ხსენებაც კი არ შეეძლო, ერთი სული ქონდა, როდის დატოვებდა იქაურობას. ეხლა რა ხდება ამერიკაში? ჩამოვიდა ბავშვი, რომელმაც ერთი სიტყვა იცოდა მხოლოდ ინგლისურად hello. ეხლა კაც ვიცი რომ დამიწერთ და რატო იცოდა მხოლოდ ერთი სიტყვა, იმიტომ რომ საქართველოში წამოსვლამდე დამყავდა საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის და ქართულად მათემატიკის გაკვეთილებზე, იმიტომ რომ აქ უნდა იცხოვროს მთელი ცხოვრება და ინგლისურსაც ისწავლის, მაგრამ საქართველოს ისტორიას და ლიტერატურას აქ არავის შეასწავლის, ამიტომ მინდოდა რომ მაგ სფეროებში გაძლიერებულიყო და არა ინგლისურში. დადის ასევე YMCA-ში, სადაც კიდე დამატებით რაღაცებს სწავლობს, მოკლედ რომ თქვა. და სკოლიდანაც და YMCA-დანაც ყოველთვის აქვს ესეთი შეფასებები, რომ არის ძალიან ნიჭიერი, ეს ბავშვი აღმოჩენა, ძალიან პასუხისმგებლიანია, დისციპლინირებული. წელიწად ნახევარში მოიტანა ოქროს მედალი, რომელიც კლასში მხოლოდ 2 ბავშვმა აიღო. სკოლა მისთვის არის 6-4,
თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში, იმიტომ რომ ხა აქაც რო არ გამომიხტეთ, რომ მე შენ არიცი ამერიკის სკოლებში რა ხდება. ხოლოდ ვისაუბრებ მასწავლებლების დამოკიდებულებაზე. მეგობრები პირველ რიგში. რა თქმა უნდა რაღაც პრობლემებიც იყო. თვითონ მე მითხრა, რომ პედაგოგებმა ისე მოაგვარეს საუბრის გზით, რომ ჩემამდეც კი არ მოსულა. ნუ ის რომ გამორიცხულია აქ, რომ ბავშვი სახალხოდ გალანძღონ, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით. ალბათ, რა ვიცი, სამუდამოდ დაიჭერენ. პირველი მისი გაოცება იყო, როცა სკოლაში უთხრეს დაწერე თემა, თუნდაც შენს ენაზე, როგორ გრძნობ ახლა თავს. და სახლში მოვიდა გაოცებული, კი არა, გაორმოცებული იყო, მგონი ვის უკითხავს როდესმე საქართველოში მასწავლებლებს ჩემთვის როგორ გრძნობ თავს, მithumetes თემას მინდა გაწერინებ და ამასთან დაკავშირებით. ეგ კი არა, თემას რომ დავწერდი თუნდაც ქალთა სახეები ვეფხის ტყავასში, იქნებ მე რომელიმე ქალი იქ არ მომწონს, ან რომელიმე მისი თვისება არ მომწონს, ან იქნებ შენ რომ მაგალითად არწივს საქართველოსთან აიგივებ, იქნებ მე ვაიგივებ არწივთან. ვინ მაძლევს ამის დაწერის საშუალებას? ახლა ამაზე მე ნუ შემოგაბათებით, მეც ქართულ სკოლებში დავდიოდ. ჩემი შვილი დილით რო იღუძებს, უხარია სკოლაში წასვლა, იმიტომ რომ იქ ხვდებიან თავისი ტოლი და ასევე უფროსი მეგობრები. მასწავლებლებს მოვიაზრებ, აქვთ მისი პატივისცემა, არ ესაუბრებიან გეეთრიე მოეთრიე, შენ მოუკლი შენ დედას და ასეთ ფრაზებით. სწავლასთან დაკავშირებით თუ რაიმე პრობლემა აქვს ან გაუგებრობა, ყოველთვის ეხმარებიან, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ და უანგაროდ და პირიქით ძალიან უხარიათ თუ დახმარებას ითხოვს. და ჩემს პატარა შვილს რაც შეეხება, ერთი კვირის წინ სკოლიდან არ გამოვყვა, დამელოდით ცოტა ხანი სამ კარიერა დაიკეტა, არ გამოვიდა იქიდან, რა ვიცი, გიждდება სკოლაზე. ვიცი ახლა ამ ვიდეოს დიდი მithქმა-მოთქმები მოყვება და ბევრი სიბზნესაც დამიწერთ აქ, რა თქმა უნდა, პედაგოგები ან მათი ვიღაცეები, მაგრამ აიმიტომ ვიჭორავე, რომ ეს ყველაფერი იყო ჩვენს თავს გადახდენილი უტყუარი ფაქტები ყოველგვარი გაზვიადების და გაბუქების გარეშე. ასე რომ ეს ერთ-ერთი ოცნება, რომელიც ამერიკაში ხდება. ბავშვები გრძნობენ ადამიანებად თავს. მიდიან წინ, სწავლობენ, ვითარდებიან და რასაც სწავლობენ, მე იმას ფასიც ედება. რასაც საქართველოში მე პირადად ვერ მივაღწია. და კიდევ ბევრი ვიცი ადამიანები, რომლებმაც უნივერსიტეტი დაამთავრეს წითელ დიპლომზე, მაგისტრატურაც წითელ დიპლომზე, მე იმუშავეს 200 ლარად 6 თვე, 8 თვე, 20 თვე და ვერანაირი პერსპექტივა რო ვერ დაინახეს უკეთესობის, დატოვეს ქვეყანა და დღეს მშვენივრად გრძნობენ თავს სოფლის სხვადასხვა წერტილში. აი როგორი ოცნებები ხდება ჩვენი სამშობლოს მიღმა. ყველას ძალიან გვიყვარს სამშობლო. დაგვიჯერეთ ემიგრანტებს ბევრად გვიყვარს, ვიდრე თქვენ, ვინც მანდ რაღაცებს აწკაპუნებთ ტელეფონზე და ერთი კეთილი საქმე რა გაქვთ გაკეთებული თქვენი ქვეყნის. უბრალოდ ასე გაიძახით მიყვარს და მაქედან ჩვენ გულანძღავთ და გვაკნინებთ იმის გამო, რომ წამოვედით და უკეთესობას ვცდილობთ. მაგრამ რა ვქნა, ჩემ შვილებს ერთი სიცოცხლე აქვთ და მინდა რომ ის ერთი სიცოცხლე გაატარონ ისე, როგორც თვითონ გაუხარდებათ და იქნებიან ბედნიერები.